არ გვინდა კაცო სურვილებზე ისე ვიჭორაოთ. ხო, რავსა, ანუ ის წევა და ის არ გვინდა, თორე აგრესიას ვიწვევთ და სელეშე მაგარო ამღერია ნაცეკვე რატომ ამღერდა მადონა არის თუ რა არ ვარ ნასამი არა ხალხო არა ვიცი ანუ აქ უკვე თუ იცინი ვარ და კარგ ხასიათზე ვარ და ვიღრიჭები ან შენ ნასამი ხარ უკვე ყველაფერს წამსვლელი ხარ всё ლევი ჩაერთე გო მალევი დამიმატა და ერთხელ არ მეთამაშა ეშინია თუ რა არის არ ვიცი თუ არ უნდა გეთამაშა რას მიმატები შეკარგ მოთხოვრო აი მემიშ მოგვენატრა შენი ლაივებიო მეც მომენატრა მომენატრა ყველაფერი კაი აბსოლუტურად ეხა შევჭამდი მაგალითად მოხარშულ ჭყინტს სიმინდს კაცო ამ საათზე რემონტის გაკეთება შეიძლება მადლობა ირიკა მარტო საქართველოში მეგონა ხდება აკაც აკეთებენ აბა ამ დროს ეხა გამიგია რემონტი მიძიგძიგებენ რაღაცებს თან ყველა ბებერი მუშაობს ერთი ახალგაზრდა მაინც იყოს გენეპრანჭებოდი გამეპრელივილიდი ჩემი კატლეტი მინდა გაჭამო დაიმე მადლობა სოფიო შენც ასევე მადლობა ქეთი აუ დღეს მართლა კაი რაღაცნაირი გჭამე უგემრიელესი გემრიელი მე გავაკეთე თავიდან ბოლომდე დედა რაფერ არიხინებენ მადლობა ელინა რა ჟანრის ფილმები გიყვარს მადლობა ლევშა ნინი გოგო რა ჟანრის ფილმები გიყვარს ორჩხულათა მეც ეგენი მიყვარს მადლობა მისკდება სხვებს ვერ ვუჭერ მუღავს მადლობა ირიკა ხოდა სულ ვეძებ ხოლმე მე თავიდან უყურებ ხოლმე და მე გამიტრუხდა უკვე ამდენი ფილმები მადლობა ირიკა მადლობა პეტო ესე კაი ბიჭი ხა კაი ბიჭი დამატებული მეყოლებოდა პარა იქნებოდა სულ ვიმატებ ხოლმე ცხენუყებს გულს უხარია თორე ხა რა უნდა გავაკეთო მაგენი საქართველოში არიან ვარვარი არ მინახე მადლობა პეტროშკა ვაიმე მურმანიც რა კაი ბიჭი არის მურმანი შემატეკალი ბარბარე ვაიმე რა კერდა მურმანის ეკალი ხო ვაიმე მოდი შემეშალა მადლობა ჩემო კარგო მურმანის ეკალი რაღაცა ხო იყო მურმან ლექსი არის იყო მურმანის ეკალი არა მოიცა ეს გამონათქვამი არის რა მურმანის ეკალი უთერჭობიო ისა რაღაც შეყვარებულები მოყოდნენ და რაღაც ვარდები იყო თუ რაღაც და მე შუაში მურმანის ეკალი ამოვიდა და მურმანის ეკალი ვით ხო და მე მომეჭო მურმანის ეკალი მურმანი სადა ხარ ბიჭო მურმანი სადა ხარ მომარჭე კალი ვაიმე დაგვიტყდა მურმანი აქ ვარო რა მურმანის ეკალი ჩაეკვეტეო ხო შუაში ხო კი ბატონი გოგო არ გცივა მაგ ათობა გაქვს ჩართული ვეთქო ისე მაინც გცივა კაი ჩემო ლამაზო გავიდი მე მიდი გააგზელე შენ ლაივი ცოტა ხანი ვიჭერავებ და მე გავალ მიდი გაკოცე მიდი ჭკოით
კარგად. ძალიან ლამაზი გოგო არის და კეთილი. ყურადღებიანი სხვათა შორის. მურმანი საწადი. მურმანი. გოეკალა მომენატრაო. წადი მე ტყეში დაკრიფე. იცი ტყეში რამდენი ეკალა არის? ანუ ესე ტყეში ტყე გვაძლევს ძალიან ბევრ რაღაცას. ოღონ გააჩნია რომელ მხარეს არის ტყე. ესე იგი წყალტუბოში მაგალითად ჩვენ ტყეში დავდივართ, რაც გვაძლევდა ტყე, ხო, მოგიყვებით. სოკო ძალიან ბევრნაირი არასო მირეკავ მასე ხონდა მკითხო ჯერ. და მე პეტო შენ კი არ გაგინებ ხოლმე ასე არა, იმიტომ რომ მაგ გამორთული მაქვს ის რა ქვია, ზარი შემოსვლა. ისა, ხო და რას ყოფილ დავავიწყდა, ხო ტყე რას გვაძლევს მეგობრებო. სოკოები, მანჭკვარა, კიდე მიყვი, კიდე წითელი სოკო, კიდე ქამა სოკო, კიდე აი მე რა სოკო არის? აუ რაღაც სოკო გუბკასავით აქვს ქვემოდან, მაგასაც ჭამე ხო? მიქლიო არ ვიცი არ გამიგია, მეც კილოსად გაიხარეთ. კიდე რაღაცა ირემივით სოკო იყო, ირემს უძახენեք თუ იჭმება, არის ხის სოკო, მაშინ არ ჭამდით ხის სოკოს. ოკეი, სოკოებს გვაძლევს ტყე მოკლედ. კიდე ასე ტყე შეგძლე იტყნაურო. რა თქმა უნდა, ჩემო კარგო, ამინც გააჩნია და თუ გველები არ არის სადმე ახლოს. ბევრი სცენარია, კი ბატონო გეთანხმები, ეკალა არის კიდე. აუ კიდე არის რომელი იცით? მიწაში ამოდის, უნდა ამოთხარო და არის ხახვევით, აი პატარა ხახვევით და რო აკეთებ მაგის ფხალს ჟღვინტივით არის რაღაცნაირად. ეგ არ მიყვარდა. ეგ არ მიყვარდა, აკეთებდა ხოლმე ბებეჩი და მე არ ჭამდი ჟღვინტივით იყო, მაგრამ მაძალით მაჭმევდე. კიდე მოდის მაყვალი ხო რა თქმა უნდა, ეხა კიდე რა მოდის? კიდე მოდის მეგობრებო, კოზე იწყება სახელი. პატერ-პატერები რო არის, რა ქვია მაგას ხალო? ასკილიც მოდის ხო, დანდური არ ვიცი რა არის. მადლობა გიორგი. პანტავაშლი ხორ, ყორათ მინდა, ყოიშ ჭამო ხორი ვარ. კუნელიც მოდის ხო, ყოწახურს რანი უნდა გო ტყეში გო, სანახე ყოწახური ტყეში კენკრა ხო, კენკრა მოდის ხო. ხო შავი რო არის კუნელა, კაი არის რო ჭამ, ბევრ ჭამ და მე შავად რო ჯვარ. მაყვალი წიფელი რაია, გო თუ ნიფელი. კვინჩხი რა არის? თხილიც არის, ხო, მაგრამ არ არის, კაი ტყის თხილი. ტყის მარწყვი კი ბატონო, ზღმარტლი კი ბატონო. მოცვი ჩვენთან არ იყო დედა და თქვენთან არ იცი რომელ სოფელში ხარ, დათკა. მოცვი ჩვენთან არ იყო. წაბლი გო, ხო წაბლიც არის, მაგრამ არ ვარ გაისე ქართული წაბლი. Привет, როგორ ახარ? WhatsApp-ზე რატო არ ვწერ? ახლა მოგდე კარებთანო. ვაიმე WhatsApp-ს არ ხსნი ჩემო კარგო, რომელი ხარ? WhatsApp-ს არ ხსნი თქვენი არცეთის დანახვა არ მინდა. ავოკადო რომელ ტყეში ნახე შეავანტყოფო? ბანანიც ხო არ არის? გიორგი ვარ, შეპიდარასტო. ვაიმე დაგაპიდარასტებ, შებებერო მუტელო კარგად. ვაიმე რას? ვაიმე 8000 გამომწერი რატო ყავს დედა? რომელი გიორგი ხარ შენ? ბებერი ბოზი თუ ეს რო არის ხა? გოგო დღეს რო გამოვიდე დავრჩეო. რატო უნდა დარჩე? კაცები უნდა მომიყარო აქ? რომელი გიორგი ხარ? გამაგები. ორი გიორგის ვიცნობ, ორივე იგი არის, რა ქვია. ტრაქში ტნაურობს. გეგი ახლა რომელი გიორგი არის? ეგ სახელი გიორგი, ნიკა, ლევანი.
კიდე დათო და ლაშა არის დაწყევლილი სახელები. ოღონდ თუ ვინმეს ვიცნობ პიდარასტებს და იმას ყველას ესახელები ქვია. ეს ყავა კი არა კაკაო რო წამოვიღე. უი შეტრანსუხა დათკა. ვაიმე რა ვიცი ვისაც ისო ყველას მაგენი ქვია დათო და რა ქვია გიორგი და ლევანი გიორგი განსაკუთრებით. ესე იგი ვისაც ისო გებს ყველას გიორგი ქვია და ნიკა. ხოდა რას ყვებოდი, ხოდა მომიშალედერებით ტყეზე ვლაპარაკობდი, ტყი და კიდე რა შეიძლება მივიღოთ, ხო, ეკალა, მაყვალი. ვაიმე დათკა, შენ ხოდაშორის კაი ცხენუკა ბიჭი ხარ. ხვალ სახლში ხარ? ხვალ ჩემო გიორგი, უნდა დავალაგო სახლი უბორკა მაგ და ბობო უნდა წავიყვანოთ მის შესაჭრელად და კი, სავარაუდოდ სახლში ვარ, ხო? სოკო თქვი უკვე ვილაპარაკე ამ სოკოს და რამდენჯერ უნდა ვილაპარაკე ჯონჯოლი კი მართალი ხარ ჯონჯოლი კი გეთანხმები ჯონჯოლი მოდის ტყეში და შეგიძლია მოკრიბო დამჟაო კი ბატონო კიდე რა მოდის ტყეში მეგობრებო კიდე რა მოდის ხო ჩემი ფეხები კიდე რა ვიცი რა მოდის ხო ახალწელს ნაძვის ხეს მოჭრი და იმას გაყიდი და იმით იშოვი ფულს კიდე ნაძვის ფოთლებსაც მოჭრი რა ქვია ყვავილებში იბარებენ მაგას სადაც ყვავილებს ყიდიან მაგით შეგიძლია გაყიდო არ ვარგა ქართული წაბლი მე მგონი ძალიან წვრილები და ბევრი გაფუჭებული არის როგორც მახსოვს კიდე მწვანე ფანჩარიო სხვათაშორის დათვის ფანჩარი არის მცენარე ეგეთი რომ იცოდე ველური კენკრა ხო კი ბატონი იყო სხვათაშორის 60 ვაშლიც არის ტყეში რომ იცოდეთ 60 ვაშლებიც არის და მურაბას გააკეთებ მაგით გავთქვი ეკალა ასკილი სოკო თქვი ჯინჭარი ტყეში რა მოდის? ისე ბელგიაში ბევრი ჯინჭარი, ყველგან ჯინჭარი არის ვაფშე. რაკენი გააკუეო, მოუჯვი დათკა. საგეიგო და ხმატო შეგეიგო და გააკუების ხმა. გრემონტია, ქვევი და იმის ხმები არის. ყველა არნორმალური მე ვნახულობს. იცი ახლა ყველის ვაჭარებით. ასკილი, კი თქვი ჩემო ბატონო, ასკილის ჩაი კაი არის. წიფელის ნაყოფი, პატარა სემიჩკებივით რო აგიჭამ, რა, წიფელის ნაყოფი რანაირია და გრძელი რო არის რაღაცა ესეთი ცაცხვი იჭმება. ეს თორმაზესი ბაბი ხანძილი ის არ არის გოგო ქეროთ უნდა ამოთხარო მიწიდან და ჟღვინტივით რო არის ფხალს რო აკეთებ მე მაგას არ ქვია ხანძილი ფუფ მეზი ზღებოდა სტატაცური ხო კიდე მაგრამ ჩვენ არ ვსარკვიფავდით სტატაცურს მე მგონი არ იყო იქ ჩვენსკენ მოცვიც არ იყო ჩვენსკენ მიყვარს მოცვი აუ მართლა არის საქართველოში მართლა არის სად იზრდება მოცვი მეგობრებო ნახეთ აგერამა ეგ უნდა გავრეცხო ანახეთი ტყეში მოკრეფილია ვის ახლა ნაკრიტურებში და გასტა მიჯმული ზეს აი მოდი და გვამას რაცა ვიდეო ნახე ესე იგი ქართული მოცვი იყიდება გერმანიაში მადლობა ჩემო გაგო თქვენც ასევეთ 200 იყო ველური მოცვი არ ვიცი ქართული მოცვი იყიდება გერმანიაში ოღონდ შეხედეთ ახლა იგივე მოცვი იყიდება საქართველოშიც ოღონდ საქართველოში უფრო ძვირი არის ვიდრე გერმანიაში. გორ გამაგებიეთ ერთი იგი რა ფენომენია არის. მადლობა ჩემო კარგო. გო გამაგებიეთ ვინც ხა მე რა ფენომენია არის ხალხო.
მადლობა ლია, ანწლიო. გვანწლისგან აკეთებენ კუჭის ტკივილის წამალს ძალიან კაი, სხვათა შორის რო იცოდეთ. წიფელის ნაყოფს წიწიბო ქვიო და წიწიბურას გავსო. ვი მე არ ვიცი, შემოკარგი, მაგრამ უნდა ჭამოთ ნაძვის კევი, ხო. წარე რო არის ძალიან. რას მე მაგ ნაღეჭი მაგ. ფისი არ გაქვს ნაღეჭი, შავი ფისი. ხის კაფეტი რომელია, გო? სელეტრაკში ბეწვი გაქო, არ მაგ ამისლევენას. სხმარტლი ხო? Привет, Тамо. მე მაგ ფის ნახეჭი კვილებს ათეთრებს. ფაინი ხო ყველაფერს ვღეჭავდით ავანტყოფები. სულ მახსენდებით ძალიან რომ შია, თქვი რომ შია, მითიშები აზერობა. მე ყველაფერი აი ზუსტად ეგრე არის კი ბატონი. სელეკარგე მოხალული წიფელიო. სელნა ბავშვობა შეგნა პროფესორი გამოსულიყავი. კოსმონავტი, რატომ მამიუთეფო? მე არაფერი არ მიქნია. გუდრონი, ხო? ფისი გუდრონი. რა ფენომენია და ქართული კარს არ ვთხილდა და კანი არ განოსამყაროში. ხო, რაღაც უცნაური არის, ანუ ევროპაში ღირდეს ქართული მოცვი უფრო იაფი, ვიდრე ანალოგიური მოცვი საქართველოში, ანუ რა იდიოტობა არის. ნუ მესმის ხო ხა ესენი ბევრს უყიდულობენ, რაღაცა ფას უკლებენ და მაგიტო უყიდულობენ, მაგრამ ხა რას უკლებენ ამდენს რომ ნაძვის კევი ძალიან აფუჭას კვილებს არ ვიცი, რა ვიცი. ყველაფერი აფუჭებს მასაკვილებს. მადლობა პეტო. მიყვარს ნაყინი. 10 საათია, მე რა გინდა დათკა 10 საათი რო არის. დავწვეთ უკვე. მე რატო შემიკითხე პეტო რა გინდა 69 გინდა რომ გავაკეთოთ? ჩამეეთქვი და გავაკეთოთ. ბიჭობაში რა გერქვაო? მალხაზი. მეც მანდვარო. მე ბელგიაში ხარ დათკა, მე გამოიარე. იდიოტობა. რბილნად ხამას ქართულში ყოფილი ძვირია მოცვის გიკვირთ. ხო, ეგეც მართალია არის, ჩამოკარგო ბინები ძალიან ძვირია. რატო არის გვამერი ძვირი საქართველოში ბინები? კი, მაგრამ კაცო ბინის ფაც რაღაცა ის ხო უნდა არსებობდეს, რა ქვია, პირში აღება აფუჭებს პირველ რიგში. გელა პირში აღება ეთქვა ბევრჯერ გაღებული პირში და გაგიფუჭდა და კბილებში პირში აღება კი არ აფუჭებს, პირში გათავება აფუჭებს კბილებს. რაღაც ბალანსი ხო უნდა არსებობდეს, ეს დედამოწყნული კაცო. ან რამდენი არის საშუალო ხელფასი საქართველოში? იმის მიხედვით უნდა ღირდეს ბინებიც. ან რატო უნდა ღირდეს ბინა 100,000, ეხა ერთსახიანი ბინა და ოროთახიანი ბინა რატო უნდა ღირდეს $100,000? შიკ ხوارა გაქვთ, ანუ ვინ უნდა იყიდოს ეგ ბინა, ხო? მაგრამ აქ ამ ხალხს ფული საიდან აქვს ამ ხალხს? მასწავლეთ, მე თქვენ კარგი მოთხოვნილებო. გო ამას ბინის იმაზე შევედი, მაინტერესებდა რა ბინები იყო დარჩენილი, საიდებს ვათვალიერებდი და ხალხო ბინას ვერ ნახავთ, ანუ გადაჭედილი არის სულ ბინები, ანუ ბინა არ არის, ვიყიდულობს ამდენ ბინას. გო ბინა ყველას აძლევენ სესხს, ეხა დავიჯერო, მადლობა მარიამ. კაი, ჩემი აზრით საქართველოში ძალიან ბევრ რაღაცებს შალიშობს ხალხი. მე ესე მგონია. აბა ამდენი ფული საიდან აქვს რომ იქცევა ქვეყანა? რაღაცებს ჩალიჩობენ, ახლა ყველას ბიზნესი ხوار ექნება. რაღაცებს მაიმონობენ. რუსები, ინდოელები, აზერები არის ახსი აქაურობაო. კაცო, აზერები არ ცხოვრობენ საქართველოში? მე გადაცემ მოგიბლო სესხები და ასევე შიდა განადები მარტივიო. ანუ ახლა მე რა აქვი მუშაობდა საქართველოში ვიყიდო ბინა, რატო აქ ვიყიდი? ჯერზერტი აქ კანონით ეგ არ შეიძლება. არ გაკუფლება, მაშინ თუ იყიდი საქართველოში ბინა, საკად უნდა გადაიხადო, საგადასახადო. აბა ეხლა რა გინდათ, ეს დებილების ქვეყანა კი არ არის, რომ შენ გაშოვიონ ფულები და მე შენ ადგე და ქონებები იყიდო შენ ქვეყანაში. არ არის ეგრე, შენ სახელზე ყოველში ვერ იყიდი.
და გზავნილებს ვერ გააკეთებ თანხას ხონა გააგზავნო ყოველთვიურად შენ სახელზე აბა ეს დებილი ქვეყანა კი არ არის არ გადაიხდი და შენი აჯობებს რაღაცა პროცენტი არის გადასახდელი ოღონდ არ ვიცი ზუსტად რამდენი პროცენტი არის ბინის ღირებულების რაღაც 30 თუ 20 თუ რაღაც პროცენტი არის აკვიყიდი რატომ ვიყიდეთ მანდ ბინის კედლები ვლოღნო მე რო ჩამოვალ რა რის შემოსავალი საიდან უნდა მქონდეს ვინმე დამასაქმებს მან თუ რა იქნება მომიწევს ფეხების აწევა ნუ ერთი განსხვავება ის იქნება რომ საკუთარ ოჯახში აწევ ფეხებს და მეზობლები ვეღარ მიჩივლებენ რიზგი აქ ბინაშიო საერთოდ ეს იქაც ვიცხოვრე ყველგან ესე კი მეზობლები ვლაძღავდნენ და დათყავდნენ ზოგი სად მიჩიოდა და ზოგი სად ხელწერილებს მიგროვებდა შეგასწრალი ამ თომში სკროლვით დადის სკროლით ამან ყოფილა მეიტეხო სადმე კისერი რა დიდი ფასები აქვთო რატო აქვთ და უაზრო დიდი ფასები კესარიაზე ვერსკელის თუ არ გააჯოლაიდა გაიწყლევე რავის ვერ მოჭამა შედედა მოწყნურო მაქანე ვეგდე თბილისში 3 წელი რომელმა მოდით და რომელმა მომჭამეთ ყლე ცალე დამიწებიცო და სადაც ცხოვრობდი მათ ვიდეოებს რო ვიღებდი პეკინზე რომელმა მომჭამეთ ერთი ყლე რაფერ მაინტერესებს ჩემი ნომერი ინტერნეტში გეიდო ჩვეულებრივად შეგეძლო დაგერეკა და მოსულიყავი როგორც კლიენტი და გექნა ის ტრაკიც ხოდა რომელმა მეეთე რომელმა მომჭამეთ ყლე ახლა რომ მიბლატაები წამოსულზე ვინც მე და მაგნარი ამა ხო შემიკიტინა სელა ჩემესები იშლებაო ვაიმე კი ხანდახან ეგრე შვება ხოლმე რა ვიცი რა ჭირს ამ TikTok-ს რაღაცა სიტყვებს ხოლმე აღიქვავს სუდად პრივეტ მაია რაღირსკო სიგარეტი ბელგიაშიო ვაიმე 10 ნახევარი და ეხა ვეწევი ნახე მას პოლონურ კენტი ვიყიდე პოლონური 50 ევროში ერთი ბლოკი ხო და რა ვწუდი არა მე მგონი ნუ თლად კაი არ არის ეთქმა შეჩვევაზე არის არ ვიცი შეგაკეთე წაიშალაო ხო ეგრე შვება გაიხარე ჩემო კარგო გაიხარე ტყუპი რა უნდა შეგანო ვერ ეგუებიან ჩემ პატიოსნობას ანუ უნდა რომ მათნაირი ბოზი ვიყო მაგრამ მე არასდროს არ ვიქნები ბოზი ნუ ცდილობთ მე სიყვარულები ადამიანო გოსხვებმა რა დაგიშავენ გო მადლობა ნათუკა ანუ სხვა ტრანსებმა რა დაგიშავენ რანაირად ახლა სულ კარგ ხასიათზე ყოფნასო მაკლია ვერა ვარ მე კარგად და ხო იც გიჟები სულ კარგად არის კაი გოსულ კაი ხასიათს კი არ ვარ თქვენთან მოვდივარ ხოლმე ხასიათზე თორე აი მე ტვინი მოტყნენ ოჯახში საათი არ გაქვთ თქვენ მოგიტყათ საათი თუ გაკლია ეგეც ნაკლიაო რატო არ ნაკლია მე ძალიან კმაყოფილი ვარ რომ აკლია ვინც არ არის კმაყოფილი ამ ჩემ ფეხებს თასფარანიხები გაიხარე ჩემო კარგო უხმესი მადლობა გულს მითბობს თქვენი სიტყვები წარმატებები გაიხარე ჩემო კარგო წვანე ჩაიტკმაყოფილი ვარ კი მე ყველანაირი ჩაიტკმაყოფილი ვარ სელე შენი აზრი მია ცუდი სახელია ჩემი აზრით ცუდი სახელი არ არის მია უბრალოდ
აღარ არის რაღაც სვეტში ესე მგონია და რაღაც არმესექსუალურება გო რა დღეშია რა ხმა გო ესო დაი რემონტი აქვს თქვენით მეზობელი აკეთებს იოანე რემონტს არ ვიცი ვიღაც კაცი ბურღავს ეს დღეს ხდება ესე თორე სულ ესე კი არ არის ჩემო კარგო დღეს ხდება მხოლოდ ეს ტვინის ბურღვა რაღაცა ნიღაბი ვიყიდე გოგოებო ამეთვისტოს ნიღაბი ხო და ერთ ცუდმა ქოდეს დავიდებს სახეზე გერმანიაში ზუსტად ამ დროზეო ვაიმე სექს საშინელება არის ხა კაი რა ისე მეზობელს გააჩნია როგორი შეგხვდება მაშო ჯობია მიას მე არცეთი არ მომწონს ვაიმე მე არ მომწონს არც ერთი მე მომწონს ბიჭების სახელებიდან იოანე მომწონს მოსე მომწონს ვაიმე წმინდანის სახელები კი არის მაგრამ რა ცუდად კი არ მომწონს ანუ ბიჭზე მომწონს რაღაცნაირად მოსე იოანე კიდე მომწონს ნოეც მომწონს რაღაცნაირად ელიასი გო ელიასი ის არის რა ქვია ქართული სახელი არის არ ვიცი ელიას თუ ქართული სახელი არის ბერკეტ ეს დათო და გიორგი ამოვიდა ყელში კაც რა უბედურება არის არაფრის მომცემი საათსაბა ყველა საბაკ და გიორგი და დათო ქვია ერთ და იგივე სახელი ამოვიდა ყელში ანუ გიორგი დათო ნიკა ლაშა ლევანი დათო გიორგი ლაშა რა უბედურება არის გო სანდროც არ მომწონს დიდად შენ რა გერქვა ადრეო მე მერქვა გიო გებწები მურთაზი თუ არ ჯობდეს ამგენს თომა და ის კიდე კვახი რაღაც კაცური სახელი მომწონს ანზორი ბიჭიკო ტარიელი მოსე მომწონს განსაკუთრებით მოსე კაი სახელი არის გოგოების სახელებიდან მომწონს ქართული ხო რა ქართული მედინა მომწონს ძალიან მედეა კიდე უფრო მედინა მომწონს ვიდრე მედეა კიდე მომწონს რომელი მომწონს კიდე ქართული სახელები გოგოების სახელები მაშო არა დათვი კიდე ნეოლინა მედინა მადინა არ ვიცი მანჩო ეფრუმი კი მომწონს უკვე ეფრუმია მაგდა მატინა პირდაპირ ნიცა გონიცა ქალაქი არ არის მელისა ნუ ხე არაბული სახელი არის მაგრამ მომწონს ხოლმე თუ არ არის არაბული მელისა მომწონს კი პრივეტ ბაბი როგორ ახარ მე მყავს ტყუპები დარია და თეოდორა ვაუ როგორი განსხვავებული სახელებია მართა მომწონსო ხო რაღაცნაირი არის ნაზიკო ეფრაკა არ ვიცი ნიტა გულვარდი მზისა მთვარისა გუგუცა რატო არ ჩახარს აბა ასე მაგ სახე მოწონ ბრუტიანი ვარ თვალს მაკლია და ვერ ვკითხულობ კომენტარებს ხალხი ასე ზის ხოლმე ლაივში მე ასე ვარ ხო და მეკითხები მე რატო გაქვს მაგხელა თავი გო აბა ასე
რომ დავშე ვერ უყურებ ამ კომენტარებს და ისე სარდაფა თავი, მაგრამ მაინც ხო რა ვიცი. მატილდა ხო ცუდი არ არის. ვერიჩკა. გაიხარ ჩემო კარგო. მეგრელებს აქვს სასწაული. გოთქვი ერთი გაფიცებ მეგრული სასწაულის სახელი მაინტერესებს, ახლა ვიჭორაო თაქანი. რომელი ერთი მეგრული სასწაულის სახელები მითხარი? სირანა არა ის კიდე სირიკო. თაია, უი, კაი. კაი, ის სოფლური შკური არის. კაი, სოფლური ცუდი კი, რაღაცნაირად, ახლა ორღობული სახელი არის. ყანის სახელი. არ ველოდი. ჩემთვის უნდა დაერქვათ არ ველოდი. ჯვებე, ტრანსი ხარ? ხო, ტრანსი ვარ კი. ტრანსვიზიტი. სელენას იცნობს ხვას? კი, გომესიას. სელენა მოგწონდება არ სელენა რო არ მომწონდეს ახლა დავირქმევდი შენი აზრით? რუსიკო კაც ქვიაო. რუსუდანი ქვია ზოგადად რუსიკო არ არის გამორიცხული ახლა კაც რო ერქმეს. ისე რუსუდანი უბრალოდ რუსიკოს ეძახიან. ბებიას ერქვა ეპისტინეო. ბებიაჩემსაც უცნაური სახელი ერქვა, მაგრამ არ იყენებდა იმ სახელს. არ მინდოდა ალბათ მე-11 ბავშვი. იქნება აღარ მოგწონს მერავიო. რატო არ უნდა მომწონდეს? ცანგაგადაც მომწონს. სელენა, მადლობა გოლდენ, ტარზანა, შუქურა, იარე ერქვა. ბებიაჩემის ძმა სამეგრელოში. იგი საწევდა მეგრული სახელები კაიაო რო თქვა. რომელი ერთი მეგრული სახელები მაინტერესებს. სპეციალურად მეგრელებისთვის არის? მოჭკორე, ვაჭკორე, სიჭკორე. იაქე, არ ველოდი. ან ელპიტე. მე მგონი პოლიკარტე ერქვა, ბებიაჩემს რა ერქვა, მე არ მახსოვს. პოლექსია, მე მგონი, ხო, პოლექსია თუ რაღაც ეგეთი. ძაძუ, მონიკა, ლომია, ვეფხვია. ვეფხია თუ ვეფხვია, არა ვეფხია არის, თუ ვეფხვია, მე ვეფხია. ხიხო. მეგრული ვიცმი აჯიკა და ღომიო. ელარჯი, ღომი მეგრელების არის კაცო? ისე მე ღომი მარტო ქართველებს არ ქონია, აფრიკაშიც აქვთ ღომი. ოღონ ცოტა სხვანაირ ღომს აკეთებენ ეგენი. პელაგია, ხომ არ ერქვა. არა, პელაგია კი არა, პოლექსია მე მგონი. ალინა, ხო კაი სახელი ალინა მომწონს. ჭუჭუ ქვია ჩემ მეზობელსო. რა იყო კი მარა. რატო დაარქვა შულს ჭუჭუ? ვაიმდე და ანელი. მე ბიჭი რომ ყოლდა დავარქმევდი მოსეს და გოგო რომ ყოლდა დავარქმევდი მედინას. ან დავარქმევდი კიდე. სელინიც მომწონს. კიდე ალინა ჩემს დას ქვიაო. ძალიან კარგი. ჩემ მეგობარს ქვია ალეინა. მაგარი მეგრული საჭიროები გიყვა შენ კი ძალიან. ვინ არის ტატილო, ღომიო. მედინა ქალაქს ნიშნავს. ის არის ერქვა ჩემს ვაიმე დედაი. ზურა მოგწონს კი. მომწონს ზურა სახელი. რამე პრეტენზია გაქვთ ღომთან? ღომი მიყვარს, ოღონ მიყვარს ცივი ღომი, მე შემწვარი. ზურა მომწონს, ეხ ზურაბი არ მომწონს. ქორდიკო და ვარდიკო დები. ვიდი დაი. რაი კოკო.
მედინა ქალაქია არაბეთშიო. ვაუ. სურათი ერქვა მამაჩემის ბებიას, ვიმდრაი. ილია. ხო, ცუდი არ არის შებოლილი ყველი სულგონი ხო შემწვარი ხომი. სხვადასხვა ხინკალი მიყვარს შემწვარი, ცივი და მე შემწვარი. ისეთ დიდ ხინკალზე არ გიშდები. მია დიდად არ მომწონს. ნუ ადრე ერთი პერიოდი იყო ძალიან მოდაში, რაღაც სერიალი რო იყო. რაღაც სერიალი შენ მოვიდა საქართველოში მახსოვს და მე უცებ მოდაში იყო მია სახელი და არ ქმნებდნენ გოგოებს მია. მიას მაგალითად ნია მირჩენია. ნია. ლინა მომწონს ამ ბოლო დროს. სამი მეგობარი მყავს ლინა ულამაზესი, არ მომიკითხე, კაი ხანია. კი მეც მომწონს ლინა სახელი. ჯენი, ხო ჯენი კი ძალიან. ჯენი ჯენი რაგვარი. ჯენი ღოღობერიძე. სარა ელო, კაი შევწუხდი ამ სახელებით უკვე დევიღალე. მაგდალინა, მადლენა კაი მომწონს, ხო მაგრამ რაღაცა რავი, ხო. სხვა რამეზე ვილაპარაკოთ, კაცო, თქვენ ქმარებზე ვილაპარაკოთ, გოგოებო. ვის გყავთ კაი ქმარი, აი როგორი ქმარი იცით ყურადღებიანი. ესე იგი, რომ იდის სამსახურში გირეკავთ ხოლმე შესვენებებს და კითხულობთ როგორ ახარ საყვარელო მომენატრე, ჩამიგდე ნუდები, კი და როგორ ახარ მომენატრე. მერე მოდის სამსახურიდან ყვავილი მოაქან შოკოლადი თქვენთვის. ჩაგეხუტებათ, მოგეფერებათ. ვის ყავთ ესეთი ქმარი, მერე ყოველ დილას აღამოს ვიტამინს მოგცემთ. ქმარი არავის არ ყავს კარგიო, რატო არა გოყავთ? ისე ქმარი კაია პირველი 6 თვე და მერე აღარ ვარგან უკვე. მაგრამ მე არ ყავს ეგეთი მოხევე მყავსო. მოხევე რას ნიშნავს, გო? ამ ზაფხულს ღერღელი და სულგუნი წამოგიღო, წამომიღე, შენ კიდე რით ვერ ჩამოდი. არავის, მე მყავს საწევი და მაგრამ არ მუშაობს. გვაბა 24 საათი სახლში რაფერი იტან, კაც. სანი მე ვერ ვიტანი 24 საათი სახლში ქმარს. გეთხრიოს იმუშაოს. რამდენი საათი? დილით გეთხრიოს, საღამოს მევიდეს. ხო. ქმარმა დიდი ერთწელი გაქაჩოსო. კაი ხა ცოლებიც ეგრე არის. იცი რა არის პრობლემა მე გეტყვი. როდესაც გათხოვდები ან ცოლს მოიყვან, არ უნდა შეწყვიტო თავის მოვლა. არ უნდა შეწყვიტო. იცი რა არის? სულ ქმართან არ უნდა იჯდე სახლის ტანსაცმელით. და უმაკიაჟოთ სულ. და არც ქმარი არ უნდა იყოს ახლა გაბორძგნული, წვერ გაბორძგნული და თმა გაბორძგნული და გამოხეული ტრუსიკით არ უნდა იჯდეს. ხანდახან უნდა გაეპრანჭოთ კაცო ერთმანეთს. მე რო აღარ ეპრანჭებით ერთმანეთს, მე ერთმანეთს მიმართ ლტოლვა ქრება ხალხნო. უნდა გაეპრანჭოთ ერთმანეთს ხოლმე. თუ საჭირო არის იეჭვიანოთ, არ უნდა შეწყვიტოთ ეს ყველაფერი. მაგ ყველაფერს რო შეწყვიტავთ, ხომ მე როგორ მე ცივდება გრძნობები და მე თქვენი ქმრები დადიან ბოზებში და ფულს უხდიან ბოზებს. რაღაც სხვა ბოზს გაუხადოს ფული, შენ გამოართვი. ჩემი აზრით, ცოლსა და ქმარს შორის სექსი უნდა იყოს ფასიანი. არა ბიჭოს, ბოზებს რო უხდიან, კაია? ანუ თან მე სახლი ვულაგო, საჭმელი ვუკეთო, თან უფასოდ მიხმაროს, მე წეთრიოს ვინც ხა ბოსთან გაუხადოს ფული და იქ რა ქვია. წამევიდეს 1 საათში?
მაგია გო სამართალი გო ბოზი რო გაჯობებს? გო მაგია სამართალი? საჩამი უნდა ვიხოთ 5200 ჩემი აზრით ასე უნდა იყოს გაჩნია ხა ქმარსაც როგორი არის ქმარი ვაი მე ერთი გოგო მყავს მეგობრებში ულამაზესი არის მე აქ TikTok-ში ვნახე და ვერ ვიცანი გო და მე მეწონა მისი ქმარი და დავწერე კომენტარი თუ მე ჩემს სიკვდილი იქნა მეგობრებში მყოლია Facebook-ში დედა რა სიმპათიურ ბიჭზე გათხოვდა ვაიმე ცხენუკა დედა მაგრამ თვითონაც კაი გოგოა გო ლამაზი გოგო არის მართლა კაი ბიჭი ეს სხვანაირი თვალით შევხედე იმ ბიჭს რა ვქნა ახლა ქემექცა თვალი ცოლიანი კაცები მომწონს უფრო სექსუალურები არიან ქმარი ზარალია კაი ახლა მაგნაირი ქმარი მყავდეს და მილიარდი ევრო ვალი მქონდეს მაგრამ რა ვიცი ისე ვიდეოში ქია კაი შეიძლება ისე რეალურად იგი იყოს არის იყოს კაი ზოგიერთი ბიჭი იმნაირი კაია და პირს რო გააღებენ მე შეგიწუხდება გული ჩემი არ იყოს მე სერიოზულად რო ვარ კიდე რაცხას გავარდა პირს რო გავაღებ რა ვიცი ორღობიდან გამოქცეული იგი შლიხა გო რატო გადემეკიდე შენ ამ ტრანსებზე ყველას ერთად რატო გვიხსენიებ გო ანუ ყველა ერთნაირები კი არ უნდა ვიყოთ თქვენ ქალები ყველა ერთნაირები უნდა იყოთ ანუ ეხა შენ როგორც ქალს მაგალითად ვიღაცა ქალმა თუ რაღაცა დააშავა მაგალითად შვილები მიატოვა ან რაღაცა უბედურება ქმარს უღალა და ესე იგი შენც იმისნაირი გამოდიხარ თუ რა გინდა ეხა მაგით ქალი რო ხარ რო თქვა ყველა ადამიანი არის ინდივიდი რა მნიშვნელობა ტრანსი იქნება ქალი იქნება კაცი იქნება თუ რაცხა იქნება დედა რატო უნდა ვიყოთ ყველა ერთნაირები ხო ანუ ტრანსგენდერი ეგ არის იდენტობა ადამიანის ანუ ადამიანის იდენტობა არის ხვდები ანუ ტრანსგენდერი ქალი არის ეს მისი იდენტობა თორე მის პიროვნებაზე კი არ მიუთითებს თუ ტრანსი არ გინდა თუ არა ყველა ერთნაირი ტრანსი უნდა იყოს არა როგორც მაგალითად ყველა ქალი ნატურალი ქალი არ უნდა იყოს ერთნაირი იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის ინდივიდი ხო და ბუნებრივია ყველა სხვადასხვანაირები ვართ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის იდენტობას დედა რა ვქნა ხო და მაგიტო ჩვენ რა ვიგებოდა ჩვენ ზოგადად ტრანსები არიან სხვები ყველა სოციალურ ქსელში ხარ გამოჩნდება ანუ არიან ჩემზე ნორმალურებიც არიან ჩემზე ზრდილობიანებიც არიან და რა ვიცი წყნარად მისთვის არიან მშვიდად ბევრად მჯობიან მე ჩუპაპი მონიანო მე ვარ ავანტყოფი მე ვაღიარებ რომ ვარ ავანტყოფი ხო ტვინით Привет, Нина. Ну ხო, ძალიან ბევრი არასწორი დამოკიდებულება არის ხა ტრანსგენდერ ადამიანებს საქართველოში. ძალიან ცუდი ისეთი არ ჩაქია წარმოდგენები და არასწორი ინფორმაციები რა თქმა უნდა ხო კიდე. მაგრამ ჩვენ გვიყარხარ ყველაზე მეტად გაიხარეს ზეკო, სელე, პრივეტ ალექსანდრა, ავანტყოფი, ხო, ავანტყოფი, მაგრამ კი ეგრე არის. ხო, კი, ხო. მაგრამ თქვენი რა მიყვარს თვითონ ტრანსგენდერ ქალებს არ აქვს ერთმანეთს მიმღებლობა. ერთმანეთს მიმღებლობას თავიდანებენ. ტრანსგენდერ ძალიან ბევრი ტრანსგენდერ ქალს არ აქვს საკუთარი თავის მიმღებლობა. წარმოიდგინეთ ტრანსგენდერი ქალი არის და უტყდება რომ ტრანსგენდერი ქალი არის.
ძალიან ბევრი არის ეგეთ და აქვთ არასრულფასოვნების შეგრძნება ყოველთვის და იბრძვიან რომ იყვნენ რაღაც ისეთი იდეალურები რომ მათზე საერთოდ არავინ არაფერი არ თქვას და ვერავინ ვერ მიხვდოს რომ ტრანსგენდერი ქალი არის და ამის გამო იკეთებენ ოპერაციებს, იკეთებენ და საბოლოო ჯამში მიდიან რაღაც არასასრულო შედეგამდე. იცი რა არის? ერთი რაღაცა უნდა გავიაზროთ ყველამ, რომ ამ ცხოვრებაში არსებობს ბალანსი და ამ ცხოვრებაში ყველაფერს აქვს თავისი ადგილი. უნდა პირველ რიგში უნდა მოურჩეს ბრძოლა ბიოლოგიურ ქალებთან და იმის მტკიცება, რომ შენ თუ ბიოლოგიური ქალი ხარ, მეც ბიოლოგიური ქალი ვარ. ეგ აბსურდი არის და არარსებული არის. ტრანსგენდერი ქალი ვერანაირად ვერ იქნება ბიოლოგიური ქალი, იმიტომ რომ ტრანსგენდერი ქალები არიან ბიოლოგიურად მამაკაცები, ვარც გაჩენილი მამაკაცებად და ძალიან არასწორად მიმაჩნია, რომ ბიოლოგიურ ქალს უმტკიცო, რომ გინდა თუ არა მეც შენნაირი ბიოლოგიური ქალი ვარ. თუნდაც ჰორმონალური თერაპია გქონდეს გავლილი და თუნდაც 1 კი არა 10 ვაგინა გქონდეს მიკერებული. რანაირად ახალ ბიოლოგიურად ქალი, როდესაც ბიოლოგიურად დაიბადა მამაკაცად. კი ბატონო, შინაგანი მდგომარეობა, ჩვენი სულიერი მდგომარეობა, ჩვენ ხო ვიცით რომ ჩვენ ვართ ქალები, უბრალოდ რაღაც ჯანდაბა მოხდა და აღმოჩნდით მამაკაცის სხეულში. ხო, ეს რეალობა არის კი ბატონო და ამას ვეთანხმები 100%-ით, მაგრამ ის რომ ვიღაცას უმტკიცო რომ გინდა თუ არა მე ჩემი ბიოლოგიური ქალი ვარ, ეგ უკვე არის ავადმყოფობა და ეგ უკვე არის ტვინში გარეკვა ჩემი აზრით. და მეორე უნდა მიიღო შენი თავი ისეთი როგორიც ხარ. ანუ თუ კი გიტყდება რომ ხარ ტრანსგენდერი ქალი, არ არის საჭირო ამის აფიშირება, რომ იცი რა, ვიყოლოს ვთქვა, იცი რა მე ტრანსგენდერი ქალი ვარ. მე ტრანსგენდერი ქალი ვარ, მე ტრანსი ვარ. არ არის ამის აფიშირება საჭირო. ძალიან ბევრი ტრანსგენდერი ქალი არის საქართველოში, რომლებსაც აქვთ ვაგინოპლასტიკა გაკეთებული და ცხოვრობენ ისე როგორც ჩვეულებრივი სისგენდერი ქალები და არ აფიშირებენ საერთოდ არაფერს სოციალურ ქსელებში და არ ამბობენ საერთოდ არაფერს და არიან მისთვის და ვერცვარავინ ვერ ხვდება ვერაფერს. და უკაცრავად, მაგრამ თუ კი გეტყობა რომ შენ ტრანსგენდერი ქალი ხარ, მაინც გატყობენ, ეხა არის ხო? ისეთი შემთხვევები, რომ მაგალითად იკეთებენ ვაგინოპლასტიკას და მაინც ეტყობათ, რომ არიან ტრანსგენდერი ქალები. და ამის გამო იტანჯებიან მოკლედ და ძალიან ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვარდებიან. ეგ არის ძალიან ცუდი და არასწორი დამოკიდებულების ბრალი. იცი რა არის? ბუნებრივი არის, რომ ტრანსგენდერ ქალს შეკითხოს, რომ ხარ ტრანსგენდერი ქალი. მე რა მოხდა? რატო არის ეს ყველაფერი ცუდი? ხო, თუ კი ცუდი არის, რატო გადადგიეს ნაბიჯი? ყოფილიყავი ბიჭი, ხო? მაშინ რატო გადადგიეს ნაბიჯი, ხო? ანუ რატო გადადგიეს ნაბიჯი თუ კი გიტყდება რომ შეხარ ტრანსგენდერი ქალი? რატო უნდა მიტყდებოდეს ახლა მე რომ ვარ ტრანსგენდერი ქალი? ანუ რა არის ამაში გასატეხი? რა შეიძლება ვიღაცებისთვის ცუდი და გასატეხი და ჯანდაბა არის, მაგრამ ჩემთვის საერთოდ არ არის გასატეხი და ცუდი. რა არის ამაში სასირცხლო? რატო უნდა მიტყდებოდეს? პირიქით, რატო უნდა მიტყდებოდეს? არაფერს არ მიტყდება. და იმათ ვისაც უტყდებათ, ეგენები ყველაზე ცოდოები არიან, იმიტომ რომ იტანჯებიან არასრულფასოვნების შეგრძნებით. და უკვე ხოლმე, როდესაც ხედავენ თავდაჯერებულ ტრანსგენდერ ქალს, რომელსაც რო შეხედავენ, ხა არ არის ისეთი რაღაც სასწაული გადამრიე, ლამაზი, რო ხედავენ, რომ ლაღი არის, თავდაჯერებული არის, ბედნიერი არის, ამაზე ძალიან იბოღმებიან და გადაგივლიან ზემოდან. აი, იცით რა ამხელა ზიზღი არსებობს ტრანსგენდერ ქალებს შორის, თვითონ შიგნით. იცით რა ამხელა ზიზღი არსებობს, მე ეგეთი ზიზღი თუ საქმე არსებობს, არ მგონია, ხო მართლა. არ მგონია სხვაგან საქმე არსებობს ეს. აი ზიზღი როგორი ზიზღი, იცით? სერიოზული ზიზღი ერთმანეთის მიმართ. რამე რაღაცა იქ ქალური შური და რაღაცა კი არა
როგორც თქვენ იცით, არა ეგეთი შური არა და ეგეთი ის არა ზიზღი არა. იმენა სერიოზული ზიზღი არის, ხვდებით? ანუ მზად არიან კლიენტთან მაგალითად იმის გამო რომ შენ მაგალითად თუ მუშაობ და ისიც მუშაობს სექს მუშაკად, ესე იგი შენ რო დაგტოვონ შემოსავლის გარეშე და თანხის გარეშე რომ შენთან კლიენტი არ მოვიდეს, მზად არიან დაგაბრალონ რომ თუნდაც შეიძლება გჭირდეს, მე რა მოხდა ხო? რომ შენ ხარ შიციან, შენ ხარ სიფილისი, ან შენ ხარ დაავადებების მატარებელი, რომ შენ ჩუმად ვიდეოებს უღებ ვიღაცებს, ვაიმე 1000 საზიზღრობას მოგიგონებენ, ან თუ რამე საიდუმლო იციან, შენზე გაგითქვამენ. ამას ალტიმფუელი არ გაგიკეთებს. ანუ ალტიმფუელები რო არიან, ხო იცით, ეგენი არ გაგიკეთებენ მაგას. არც ერთი ჰომოფობი ადამიანი, არც ერთ ტრანსგენდერ ქალს ამას არ გაუკეთებს. მაგრამ აკეთებენ, იმიტომ რომ ესე არიან. საკუთარ ეხა მე გებულობ ხოლმე და შოკში ვარ. ზოგიერთი ტრანსგენდერი ქალი, ესე იგი, საქართველოში საკუთარ მეგობარ გებს ეძახიან მეჩანთეებს. ანუ რომ მითხრა ერთმა ადამიანმა შოკი მივიღე. მე ეგეთი რაღაცა ცხოვრებაში არ მქონდა გაგებული. ნუ ერთი მქონდა კიმ კარდაშიანზე გაგებული, რომ პერის ჰილტონის მეჩანთე იყო ერთ დროს. ზუსტად ეგრეა. ხო, ანუ ჩემ მეგობარს მეჩანთე როგორ უნდა დავუძახო? ნუ კი ბატონო, შეიძლება არ ქონდეს საშუალება ჩემთან ცხოვრობდეს, ხო? ეხა მეც მაწყობდეს, ხო, ჩემთან რო ცხოვრობს, იმიტომ რომ მარტო არ ვიყო და თავი უფრო დაცულად ვიქრისნო. რაღაცა მე დავახმარო მე ჩემი ვაჭამო თუნდაც მე რა მოხდა ხო მეგობრებში მოდის ეგ ჩემს მეგობარს მეჩანთეს როგორ დავუძახებ მე ჩემ მეგობრებთან რომ მივდივარ ხო აი თუნდაც მარიას შემოვიყვან და კითხეთ მარიასთან ამ ვინმესთან თუ მიდივარ და რომ ხედავ რომ მაგალითად მარია რომ მუშაობს სახს ვერ ალაგებს ხოლმე ხანდახან 5 დღე მიულაგებელი აქვს ხო და რომ მივსულა ხო ბობოს თავს გეფიცებით ღამე მარიას რო ეძინა ჩუმად ავდგებოდი და ულაგებდი სახლს თუნდაც მეორე მეგობარსაც ჩუმად ავდგებოდი და ჩუმად უხიხავდი აბანოს ჩუმად უწმენდი სახლს რომ არ გაეხვიცა იმიტომ რომ დაღლილი იყო მთელი კვირის ნამუშევარი და ესე იგი რა უნდა მოხდეს რომ ჩემმა მეგობარმა ამის გამო მე უნდა დამიძახოს მეჩანთე ხარო ანუ ჩემი მეჩანთი არისო ანუ მეჩანთე ანუ მოსამსახურეს პონტში ალბათ დაახლოებით ხო ეგრე აი გარი ყოველად მიუღებელი და ყოველად საშინება როგორ უნდა აკადრო საკუთარ მეგობარს ეგეთი რაღაცა ჩემი მეჩანთი არის მე იმედია ტყუილი არის რაც მითხრენ და რეალურად მართლა არ ხდება ეგეთი რაღაცეები მადლობა სოფი მე კიდე თუ ბელგიაში ავიღოთ სიტუაცია მე კი ვიცოდი რომ ხდებოდა ესეთი რაღაცეები, მაგრამ მე ჩემმა მეგობარმა გამოცადა და ძალიან შოკირებული ვიყავი. და კიდე თან პირისპირ რომ მომიყვეს ეს ამბები, მე უფრო რაღაცა მივხვდი რეალურად თუ რა ცუდი რაღაცა არის, როდესაც ჩამოსული ხარ აქ ბელგიაში, მაგალითად დახმარებას იღებ, მეგობრებო, აქაური დახმარება არ არის ბევრი. აქაური დახმარებით იხდი ქირას და უბრალოდ კომუნალურებს და თითქმის ფული არ გრჩება, გააჩნია როგორ ბინაში ცხოვრობ. ხო და ადამიანები ყველა მუშაობს ჩუმად. ზოგი სამრეცხაოში მუშაობს, ზოგი სად მუშაობს, ზოგი გზებზე მუშაობს, ზოგი სექს მუშაკად მუშაობს. ყველა მუშაობს ჩუმად, იმიტომ რომ ეს ფული არ არის საკმარისი, ხვდებით? რაღაც დამატებით შემოსავალი თუ არ გაქვს, ანუ თავს ვერ გაიტან ადამიანი. და არის შემთხვევები, რომ ერთმანეთს უჩივიან, განსაკუთრებით ტრანსგენდერ ქალებს. ესე იგი უჩივიან იქ სადაც დახმარებას იღებენ და მე ამ დახმარებას უწყვიტავენ. და აქ რო დახმარებას გიწყვიტავენ, ყველაფერი გეწყვიტება აბსოლუტურად გადასახადებზე, სოციალური ტარიფები, ექიმის ანუ ძალიან ბევრი რაღაცა გეხსნება, სამგზავრო არა, ძალიან ბევრი რაღაცა გეხსნება, მოკლედ და ქირას რო ვერ გადაიხდი, ფაქტიურად აღმოჩნდები ქუჩაში. ეხლა ხას ჩემი მეგობარი ანუ მარტო ჩივილით კი არ აკმარეს. ჩივილი კი არ აკმარეს, მარტო ბინაც კი დაატოვებიენ.
წარმოიდგინეთ. ვინ გააკეთა მითხარით ერთი ეხა ბელგიელი ადგებდა არ გააკეთებდა მაგას ქართველსაა გაკეთებული ან გეი ან ტრანსი მორჩა გათავდა ან ქართველმა გეიმ გააკეთა ან ქართველმა ტრანსმა გააკეთა ეს სიბოროტე მეტი ხა ვიღაცა ჩამოსულ ჯუმბერას ჰომოფობს საქართველოსთან არ გაუკეთებია ვერც კი მოწვინავს მაგდენს რო ეგ გააკეთოს მაგხელა სიბოროტე შეიძლება მოვიდეს და შემოგაგინოს ამ პაღური ამოგარტყას ბოლო-ბოლო როგორც ჰომოფობმა მაგრამ მაგდენს ვერ მოწვინავს ვერცეთი რო გააკეთა ამას მოწვინავს მარტო ვინ მარტო პიდარასტი ამას მოწვინავს პიდარასტი მარტო პიდარასტი რო გაგიკეთებს მაგას ვერ გაგიკეთებს ვერავინ საერთოდ ეგ არის გამორიცხული აი არასებული არის აი ხო არის არიან მაგალითად ლგბტ-Q ადამიანები და არიან პიდარასტები არიან ადამიანები რასაც ხარ უნდა იყო ხო აი წარმოიდგინე ადამიანები რომლებიც ისეთ სულ რაღაცას გაგიკეთებენ ისეთი შენძრეულები არიან ისეთი დედამოტყნოლები არიან დაიმე აი ესე მოვა სტუმრად მოგელაქუცება დაგიჯდება თბილ სიტყვებს გეტყვის მეგობრულად თან გადაყვება და ჩაგიდებს რაღაცას დივნის ქვეშ წამალს გავა გარეთ და დარეკავს ეს არა ქვია ეს ბარიგა არის და ბარიგობს სახლში წამალი აქვს მოვა პოლიცია და გადაგება თავზე სახლში წამალი გაქვს უმტკიცე მე რომ ბარიგა არ ახ ანუ ესეთ რაღაცებს აკეთებენ ანუ ეს პიდარასტები ესეთ რაღაცებს აკეთებენ მაგაზე საშიში მე არ ამგონია ვინმე არსებობდა დედამიწის ზურგზე არ ამგონია როგორ მართლა მაგათ უნდა გეშინოდეს რატომ აკეთებენ ამის სარგე ბოროტები არიან არ სარგე ბოროტები უბრალოდ სიამოვნებთ რომ შენ ხარ ცუდად და იტანჯები და ქუჩაში რჩები და დახმარების გარეშე რჩები და გიჭერენ და 1000 უბედურებას გიკეთებ ბოროტები არიან ხვდებით ისე რა არის ყოველს არ შეუძლია გადაიტანოს ის ტრამვები რაც გამოიარა ბავშვობაში მეგობრებო რა თქმა უნდა არ არსებობს ადამიანი რომელსაც რაღაც ტრამვა არ გადაუტანია ცხოვრებაში ყველას გაქვთ გადატანილი რაღაცა პრივეტ პატრიკ როგორ ახარ ყველას გვაქვს რაღაცა გადატანილი ხო ბავშვობაში ტრამვები ნებისმიერ ადამიანს მაგრამ ჩვენ გვაქვს თქვენზე 100-ჯერ მეტი ტრამვები გადატანილი ხო ლგბტ-Q ადამიანებს იმიტომ რომ ჩვენ გვიწევდა 100-ჯერ მეტი რაღაცების გადატანა ოჯახის წევრებისგან მეზობლებისგან სკოლისგან ქუჩისგან და ესე შემდეგ ეხა არ ჩამოვთვლით კლიასიას არ დასრულდება და იცით რა არიან ადამიანები რომლებმაც გადალახა ეს ტრამვები მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც ბოროტებიან ჩემო კარგო მადლობა ეკა ბოროტად არავინ არ იბადება არ არსებობს ადამიანი რომელიც ბოროტად იბადება ანუ სიბოროტით იბადება არა ადამიანი მე ხდება ბოროტი რაღაც აბოროტებს მას ხო ვერ გადააქვს ის ტრამვები ის ცუდი რაც გამოიარა და ბოროტდება და უნდა რომ სხვამაც დაიტანჯოს ისე როგორც თვითონ იტანჯებოდა ალბათ რა მე არც ფსიქოლოგი ვარ არც პარაფსიქოლოგი არც ფსიქიატრი მაგრამ რატომაც ეგრე მგონია რომ ეგრე არის აბა ეხა რატო უნდა მოგინდეს რომ მე ვარ ტრანსგენდერი ქალი და ვიცი მაგალითად ეხა ჩამოსული არის ვიღაც ქართველი ტრანსგენდერი ქალი მე ვიცი მან რა გამოიარა საქართველოში მე ვიცი მას რა ღამეები აქვს გამოვლილი რა ტანჯვა აქვს გამოვლილი რა შიშები აქვს გამოვლილი რა რწყმევა აქვს გამოვლილი რამდენი შეურაცხყოფა აქვს გამოვლილი თუნდაც მე ის არ მიყვარდეს და არ მომწონდეს როგორც პიროვნება მე არ ავდგები და იმას საჩივარს არ დავუწერო მუშაობს და მოუხსენე დახმარება თქო მე მაგას ვერ გავაკეთებ ვერანაირად იმიტომ რომ არა ვარ ბოროტი ადამიანი არა ვარ ბოროტი იმიტომ რომ გავუკეთებ და აი არ შემიძლია ხო და ეგ გავუკეთებ კიდე ხო აი ხო რავი რაღაცები ხა ყველას გვეშლება მე შემშლია რაღაცეები ადამიანებთან მოსკა რომ უფრო არ შემშლია რაღაცეები უშეცდომო არავინ არ არის შეიძლება ეს გამიკეთებია ცუდი ვინმესთვის მაგრამ იცი რა არის ადამიანი უნდა მიხვდე რაღაცეებს ერთხელ რო გააკეთებ მეორჯერ რა უნდა გააკეთო მეორჯერ თუ გააკეთებ ესე იგი უკვე შენ კი არ შეგეშალა უბრალოდ შენ ბოროტი ადამიანი ხარ და ეგ არის всё მორჩა გათავდა
ბოროტი ხარ თუ ვსეო დამთავრდა. ხო და ამას რომ მოიღება ბოლო ამ ყველაფერს ერთმანეთის წიძულს რომ მოიღება ბოლო ქართველ LGBT ადამიანებში მერე ადგენ და მერე მოთხოვონ სხვას პატივისცემა. ჯერ საკუთარი ურთიერთობები დაალაგონ, საკუთარი ზიზღი ჩაახშონ ერთმანეთის მიმართ და მერე ადგენენ და მერე მოთხოვონ სხვებს რომ პატივისცემ მათ, როგორც ადამიანებს. მადლობა ეკა. ზღვარი აქვს ყველაფერს, რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს და არ შეიძლება ამ რაღაც ზღვარზე გადახტომა. მადლობა ეკა ჩემო კარგო, არ არის საჭირო ესეთი რაღაცეები, არ არის საჭირო. მე სიმართლე გითხრათ, ტრანსგენდერი ქალი ვარ, მაგრამ არ მივესალმები. თავიდან შეიძლება მომწონდა კი რა, უბრალოდ ვერ ხვდებოდი რაღაცებს, მაგრამ ეხლანდელი გადმოსახედიდან ჩემი აზრით არ არის საჭირო ეს პრაიდი საქართველოში. არ არის საჭირო ეს პრაიდის ჩატარება, რატო არის საჭირო? საერთოდ არის საჭირო. არ არის ქართველი ხალხი ამისთვის მზად, რომ პრაიდები ატარო. მე იმიტომ არ არის პრაიდი საჭირო, რომ პრაიდის პერიოდში ძალიან ტრანსგენდერი ქალები ქუჩაში კი ვერ გადიან. სხვები დადიან ჩვეულებრივად ძალიან. ტრანსგენდერი ქალები ვერსეთი ვერ გადის ქუჩაში. პრაიდის კვირა რო იწყებოდა, ხო ჩვენ სახლში ვიყავით ჩეკეტილები, იცით თქვენ? აი ხა რო უკვირდებ რაღაცებს, ხო, ანუ ძალიან არასწორი არის ყველაფერი. იმიტომ რომ ყველაზე მეტად ყოველთვის ჩვენზე ტყდება ყველაფერი ტრანსგენდერ ქალებზე, სხვაზე კი არა. მადლობა ალექსანდრა. სხვაზე კი არ ტყდება ხალხო. ჩვენზე ტრანსგენდერ ქალებზე რატო? იმიტომ რომ ჩვენ ვართ ხილვადები. ანუ ხილვადობაში რას გულისხმობ? ანუ ქუჩაში ვიქცევთ ყურადღებას. შეიძლება გეიმ გაიაროს, ჩვეულებრივად ჩაიცვას, გაიაროს, დამალოს მისი იდენტობა, მისი ორიენტაცია, მაგრამ ჩვენ ვერ ვმალავთ. მადლობა ჯან. ანუ ჩვენ ვერ ვმალავთ, რა დავმალოთ? კილომეტრიდან გვატყობენ ხოლმე. კილომეტრიდან გვატყობენ ხოლმე და ჩვენზე ტყდება ყველა ჯოხი აბსოლუტურად. ტრანსგენდერ ქალებზე. ხო და მაგ პრაიდის კვირეულის დროს რო დაანონსდებოდა, ჩვენ ერთად ვერ გავდივით ქუჩაში საერთოდ. აი საერთოდ ქუჩაში ვერ გავდიოდით, ვერ ირიდებოდით გასვლას. ოღონდ მართლა. ძალიან ბევრი ერიდებოდა ქუჩაში გასვლას, იმიტომ რომ წარმოიდგინე ხა. ესე იგი, ცხოვრობ ერთ უბანში, ხო, მაგალითად მე ვცხოვრობდი პეკინზე და იქ დგებოდნენ ვიღაც ბიჭები, ხო? დანარჩენ დღეებში არაფერს არ მეტყოდნენ, მაგრამ მადლობა ჯან, მაგრამ პრაიდის კვირეულში რო გავსულიყავი, შეიძლება ამდღარ იყო და 7-8 კაცს ერთად ვეცემე. ხვდებით, იმიტომ რომ იმ პერიოდში რა ღიზიანდებოდნენ ძალიან. იმ პერიოდში იყო გაღიზიანებული და ყველა რო იერიშით გადმოდიოდა, თითქოს რაღაც გული ქონდა ყველას მოცემული და თითქოს ყველა მოლაპარაკებული იყო, ერთმანეთში გეგონებოდა და ყველა იერიშით გადადიოდნენ ტრანსგენდერ ქალებზე და არა მარტო ტრანსგენდერ ქალებზე. ხლაშორის ძალიან ბევრი ერთი ჩვენი მეგობარი იყო ლესბოსელი და ესე იგი მოპედზე იჯდა და გამოეკიდნენ ბიჭები და მოპედი დაუმტრიან თუ რაღაც არ მახსოვს ზუსტად. ჰეტერო პრაიდი. მადლობა ჯან. მიხარ ჩემი სექსი რომ დასნახად გამოვიტანო. ანუ პრაიდი არ არის ხა სექსი და რაღაცა. იცი რა არის პრაიდზე ცოტა ცუდი დამოკიდებულება არის საქართველოში და მესმის ხალხის, იმიტომ რომ ეს ალტიმფუელები და ეს რაღაც იმედი და ეს პოსტივი ისეთ ვიდეოებს აშუქებენ, რომ გეგონება პრაიდზე დარბიან ყლეამოგდებულები და შიშვლები და რეალურად ეხლა რავი თუ ვინმე ყოფილხართ ევროპაში და შესწრები ხართ პრაიდს, მაგალითად
მაგალითად აქ შიშველი არავინ არ დარბის მეგობრებო უბრალოდ ჩავლარი ლამაზად ჩაცმულები არიან დრაგ-ქუინები არიან მუსიკა არის რაღაც წარწერები არის ანუ ცუდი რეალურად არაფერი არ ხდება რავი ვინც ყოფილი ხართ და გინახიათ პრაიდი რეალურად რავი აქ არ არის ცუდი მაგალითად მოსხალშორის ბელგიაში სკოლასთან ჩავლა არ შეიძლება პრაიდის დროს მე როგორც ვიცი სკოლებთან პატარა ბავშვები არიან იქ პრაიდის ჩავლა არ შეიძლება მხოლოდ ერთი ისაა რა ქვია მონიშნული არის ტერიტორიები სადაც შეიძლება ჩავლა კი მხიარლობა და არანაირი სიბილწე. ნუ ის რა არის შეიძლება მაგ სიბილწეს რაც შეეხება არის ქვეყნებს სადაც ახლა ვიღაცები ყოველთვის გამოხდებიან ხოლმე და აკეთებენ ხოლმე რაღაც ყლეობებს და ზუსტად მაგ კადრები აქვთ ამოჭრილი და მაგ კადრებს ანახებენ ხალხს. და რეალურად საქართველოში იქნება როგორი პრაიდი იქნება თუ ჩაატარებენ. იქნება და როგორი პრაიდი. აი წარმოიდგინეთ აქცია ბევრი ადამიანი ხელში რაღაც ბანერები წარწერებით და ჩამოივლიდნენ უბრალოდ ქუჩაში ხვდებით ანუ იქ რაღაც მანქანებზე ტიტველი კაცები და რაღაცები არ იქნებოდა მაგრამ რეალურად ცუდი არაფერი არ იქნებოდა მაგრამ როდესაც ხედავ რომ ეს ხალხი არ არის მზად ამისთვის ფიქრობ რომ არ არის საჭირო ამ რაღაცის გაკეთება ესე მგონია, იმიტომ რომ იმ პერიოდში ზარალდებიან განსაკუთრებით ტრანსგენდერი ქალები, იმიტომ რომ პრაიდის კვირეულის დროს არის ძალიან დიდი საშიშროება, რომ ქუჩაში გახვიდე და გცემონ უმოწყალოდ. იმიტომ რომ არიან ძალიან გაღიზიანებული ხალხი. ძალიან გაღიზიანებულები მაგ დროს და ისაც მაგათ მიზეზი მიეცი, ოღონ გადაგივლიან ზემოდან, ხო და რა უნდა ხა თავი ხონდა დაიცვა ადამიანმა და რა უნდა გააკეთო, ან ვიღაცა მოკლავს და ან ვიღაცა უნდა მოკლა და ან ვიღაცა უნდა გცემოს და ან შენ უნდა ცემო და დაასწრო. პრაიდის აზრი პრაიდი ის რა არის? პრაიდი უბრალოდ არის ის რომ ერთგვარი პროტესტი, ერთგვარი გვერდში დგომა არის. არ არის პროპაგანდა, რატო არის ახლა პროპაგანდა ვერ ხვდები. მე არ მიმაჩნია იქ პროპაგანდა და ზოგადად პრაიდი არ მიმაჩნია ცუდ რაღაცად. უბრალოდ ფიქრობ რომ არ არის საქართველოს ამისთვის მზად თორე ცუდი არაფერი არ არის ხა მაგაში რა არის ცუდი ის რომ ადამიანები ჩამოივლიან დროშებით და ფერადი დროშებით და რაღაცა წარწერებით რაღაც ქუჩაზე ეგ მაგაში რა არის ცუდი უკაცრავად ანუ ქართული ლგბტ კიო ადამიანები არ არიან მეგობრებო ისეთები რომ ვერ მიხვდნენ რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ ქართული ლგბტ კიო ადამიანები არასდროს არ გააკეთებენ იმას რომ ტრუსიკებით ირბინონ სადმე არ აკადრებენ ქართულ ხალხს მაგას არასოდეს და ქართული ლგბტ კიო ადამიანები შორის ძალიან პატრიოტები არიან სხვებს ენახებია ვერ ხვდებიო ხო აი იცი რა არის პრაიდი არის ერთგვარი პროტესტი თანადგომა რომ არსებობს პრობლემები და ამ ადამიანებს სჭირდება დახმარება ის რომ ტრანსგენდერი ქალები და ძალიან ბევრი გეი მამაკაცები ასევე ტრანსგენდერი კაცები ვერ ახერხებენ დასაქმებას სამსახურებში არის ჰომოფობია დისკრიმინაცია ქუჩებში ანუ ცუდი არაფერი არ არის მაშინ იმიტომ კი არ გამოდიან პრაიდზე რომ იქ რაღაცა ძუძუები და ტრაკი და ყლედა განახონ არანაირად შემოკარგო. ეგ არის ანუ ჩოვლებრი აი როგორ გითხრა ერთი მსვლელობა აქცია არის უბრალოდ ლამაზი აქცია არის ეგ არის და ეგ არის თორე მეტი კი არაფერი. რა ვიცი ხალ ჩამოთ ერთხელ იყიდეთ გაფიცებთ ევროპაში რაღაც ქუთაისს და ბელგიამდე ფრენა 300 ლარი ხეს წადი წამოდი გაფიცებთ როდესაც მაისში არის ხო იყიდეთ ერთი ბილეთი და ჩამოდით და დაესწარით ხო ანუ არ გაინტერესებთ რეალურად როგორი არის
ანუ ხო გაინტერესებთ ხო გაქვთ ცუდი წარმოდგენა რომ რაღაცა ცუდი არის ხო აი ჩამოდით მაგალითად ბელგიაში და უბრალოდ დაესწარით და ნახეთ ხო ანუ რეალურად რა ხდება ერთადერთი რაც არ მომეწონა მე აქ პრაიდზე იყო ღია ტუალეტი არ მომეწონა იმიტომ არ მომეწონა რომ ნამდვილად არ არის სასიამოვნო ვიღაცის ყლებს უყუროთ ანუ კი არ ჩანს იქ რაღაც მისული ხარ ბოლომდე მისულები არიან და არ ჩანს მაგრამ ზოგიერთი არ არის ბოლომდე კაც მისული და ჩანს და ნამდვილად არ იყო სასიამოვნო მე რო დავინახე ძალიან არ მესიამოვნა არანაირად ეგ ღია ტუალეტი ყლეობა იყო ძალიან საკუთარ თავს გამოხატო და საჩუქარს მომცემე რა საჩუქარს მოგცემე პროპაგანდა მაშინ თუმცა ყოველდღიურად თქვენ სასწრაფო გახდითო ეგა პროპაგანდა მაგრამ ვინ არავნარებს არაძალებს კაცო იცი რა არის ხა ანუ ვინმე რომ მოვიდე შეთან რომ გითხრას გინდა თუ რა გეი ან ტრანსი გახდო გახდები ამითხარი ერთი ну ბავშვები ხა ბავშვები კი ბატონო ხა ბავშვებისთვის ხო ბავშვების თემა ცოტა ისეთი არის იმიტომ რომ ბავშვები ადვილად შეიძლება მოექცნენ რაღაც ზეგავლენის ქვეშ მანდ კი ბატონო მანდ უნდა დასტოპდეს კი ბატონო მან უნდა დასტოპდეს ნამდვილად მე არ მივესალმები ბავშვების ჰორმონალურ თერაპიას არანაირად ზოგადად ჰორმონალურ თერაპიას არ მივესალმები ღვთაშორისო იცოდეთ ხოდა მაგას ვამბობ რომ გადასაერთოს ხალხი თულად ერჩიან. ნუ ხო, ოკეი, თულად კი ბატონო ერჩიან, გეთანხმები, მაგრამ როდესაც ქვეყანაში არის ესეთი მდგომარეობა და ხედავ რომ ხალხმა არ იცის, აქვთ ცუდი წარმოდგენა და ღიზიანდებიან ამ ყველაფერზე, მოდი და ნუ ჩავატარებთ ამ პრაიდს. მე უკვე ამის მომხრე ვარ. არ არის საჭირო პრაიდის ჩატარება. არ არის ჩემგარგო საჭირო. რატო არ არის საჭირო იცი? იმიტომ არ არის საჭირო რომ ამ დროს ტრანსგენდერი ქალები ყველაზე მეტად ზარალდებიან. შიშის ქვეშ არიან ის ერთი კვირის განმავლობაში. ნუ ყველაზე არ მაქვს ხა საუბარი, მაგრამ ზირთად უმეტესობაზე მაქვს საუბარი. მე რაც ვიცი და მე რაც გამომიცდია. და არა მარტო ტრანსგენდერი ქალები, ძალიან ბევრი გეი მამაკაცები არიან ფემინორები, ლესბოსელები, რომლებიც განიცდიან იმ პერიოდში ღიად ძალადობას და მოხშირებულ ძალადობას. და იწვევს ძალიან დიდ გაღიზიანებას. ასეთი ჰორმონული თერაპია რატომ არ მოგწონს? მომწონს ჰორმონალური თერაპიის შედეგები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შედეგები არის. მინდა ჰორმონალური თერაპია, იმიტომ მინდა რომ 1-5 წელი მაინც მინდა რომ ვიყო ჰორმონზე, იმიტომ რომ ძალიან ცulis სხეულს, მაგრამ ფსიქოლოგიურად განადგურებს და არა მარტო ფსიქოლოგიურად, ჯანმრთელობის მხრიდაც. მე გიქვეითებს ერექციას და იცი რა არის, ანუ ჩოლებრი იმპოტენტი ხარ, ანუ შენი სხეული არის იმპოტენტი, მამაკაცი იმპოტენტი. ნუ თუ ვაგინოპლასტიკა გაკეთებული მაშინ ხო? ვაგინოპლასტიკა როდესაც გაკეთებული, იქ უკვე ხა რეალურად უკვე ნათქვამი გაქვს უარი ერექციაზე, ბუნებრივი არის, ხო და იქ უკვე გჭირდება ჰორმონალური თერაპია აუცილებელი რომ მთელი ცხოვრება. მაგრამ თუ კი არ გაქვს ვაგინოპლასტიკა გაკეთებული და არ ფიქრობ რომ გაიგეთო ვაგინოპლასტიკა, მაშინ ჰორმონების მიღება რამდენად სწორი არის, არ ვიცი, იმიტომ რომ გიქვეითებს ერექციას და საერთოდ არანაირი რეაქცია არ გაქვს და იცი რა არის? რავი, ანუ ცოტა რთული არის ხა ადამიანმა ერექციის გარეშე. მე ჩემ შემთხვევაში მე რავი, ანუ ნუ რა სიამოვნება უნდა მიიღო? არ ვიცი, შეიძლება იღებენ სიამოვნებას, ვერ გეტყვით. მაგრამ ნუ მე მგონია რომ ვერა. ერთმანეთს შორეგინო თორე ჩავატაროთ ასე თქვი იმასე. არ
ყველი კაცო საქართველოს მაგისთვის მზად რა უნდა ჩაატარო მithmetes აწევინ რას ჩაატარებს კაცო ჩაბარდა უკვე ეგ წარსულს ოჯახის სიწმინდის დღეს ნუ ხო კაი რომელი ოჯახის სიწმინდის დღე უკაცრავად ანუ რომელი ოჯახის სიწმინდის დღე რომელი ოჯახის ერთ მანახეთი შემაჭყეტიეთ ერთ რომელი ოჯახის სიწმინდეზეა საუბარი მანახეთ სათხდება ეგ ოჯახი ერთხელ ვიდა სტურად ხავადანი ხოლე კაი პედოფილებზე ინცესტით სასაქვეყანაში მამაშვილზე ძალაძე ოჯახის სიწმინდეს ვიცა ჩამოგავ სავსე არის მეგენი მეგ საპატრიარქო მაგრაირებით და რა გიკვირს ვერ ხედავ ძველი ბიჭები არიან ძველმა ბიჭებმა გაიხადენ ისინი რა ქვია შავი ჯინსები და ჩაიცვენ ანაფორები ვერ ხედავ რა ლექსიკით მოძრაობენ შენ ბიჭო და ეს იპლარჭებია წელა ელარჯივით თუ სადმე ვინმე ქურდობდა და ყაჩაღობდა ყველა მამაო გახდა პატრიარქზე რა თქვი შეახვარო ფერსელები და კაკებეშნიკები ვიმეკე სულ მაინტერესებდა ხოლმე რატო უნდა მოუნდეს მაგალითად ვინმეს რომ მამაოს უყიდოს ზვირადღირებული მანქანა სულ მაინტერესებდა ხო ეხა კი ბატონო შეიძლება ადამიანს გქონდეს ფული და შეწირო ეკლესიაში ხო მაგრამ რატო უნდა მოგინდეს რომ მანქანა უყიდო სულ მაინტერესებდა ხოლმე და მე ერთ რაღაც გადაცემას უყურე სადაც ადრე თურმე ეჯერათ რომ შეეძლოთ ეყიდათ 60 ბილეთები და ესე იგი რა ქვია მამაოები ყიდიდნენ თურმე 60 ბილეთებს ფულის სანაცვლოდ რომ ესე იგი ის ადამიანები ვინც ფულს იხდიდა ყველა მოხვდებოდა 60-ში მე ეს რაღაც ეს სქემა თუ რაღაც გაქრა ხვდებით გააუქმენ და ეხლა თურმე ყოფილა ცოდვების მონანიება ანუ მკვლელობა ანუ ცოდვას დიდი ცოდვის მონანიება ხვდებით და ამ დიდი ცოდვის მონანიების შემდეგ ხდება შეწირულობა. ნუ რამდენად მართალია ეხა მე ამას ვერავის ვერ გეტყვით, მაგრამ ეხლა ხდება თორმე ეგეთ რაღაცეები, რომ დიდი ცოდვის გამოსასყიდად აკეთებენ ეგეთ რაღაცეებს. ინდულგეცია ქვია მაგასო. ვაიმე რა არის? ვაიმე უნდა დავგუგლო. აინტერესებს. მაგრამ ძალიან მეწოდება ეგ კაცი, ოღონ მართლა. და მე რა დღეში იყო, რატო არ ასვენებენ? ანუ, რატო არ ასვენებენ? ცოდო არის. თქვენ არ შეგეცოდოთ და კომენტარებში უწერეთ და დიდხანს სიცოცხლეობა, აი მე ღმერთმა მაპატიე. ცოდო არის ადამიანი. მართლა ცოდო არის, კაცო, ვერ გამოხედვა უჭირდა ადამიანს და კიდე დააკოკიალებენ იმ სკამით აქეთ-იქეთ. იცი რა ასფიქრობ, ამენ ნათლები რომ ყავს პატრიარქს და ვთქვათ და იქორწინეს ეგ ცოდვა არაო. არ არის შემოკარგო ცოდვა. თან მაგის ნათლები ყველა 64-ში მოხდება. ადრე იყო რომში რომ ფულს იხდიდნენ და რომის პაპი აძლევდა სიგელს რომ ვითო ამით ცოდვებს იხდიდნენ. ხო დაახლოებით ეგეთი რაღაც. ვეწერი ხო? რანერად განსვიო იღებ ქალის ჰორმონს და შენში ახშობს მამაკაცის ჰორმონს, ანუ ყლე აღარ გიდგება. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ნახეთ არეულობა და გლეჯვა სკამის გამო. უი ხო რა თქმა უნდა.
რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე ეცოდინება წინასწარ ვინც იქნება. უბრალოდ ცოდო არის, ანუ რო შევხედე შემეცოდა, გული დამეწვა, ეხა როგორც ასაკიან ადამიანს მე პატივს ვცემ. ხო და ანუ ცოდო არის ადამიანი დაასვენეთ. ხო, ქალო თან კომენტარებში უწერ ეგ და დიდხანს სიცოცხლე ქალ მეტი რაღა უნდა იც რა გინდა ანუ მარტო იგი დარჩეს ადამიანი რა ქვია ძვალი არანორმალურები იმდენჯერ მოწამლეს სელე მაგიის ხომ გჯერა სულიერი პრაქტიკის როგორ გამიკეთე მე რამე მაგია მილიონერი რო გავხდე ან მასწავლე რა უნდა გავაკეთო. ახალ წელს ლოტარია ვითამაშე, იგი სახაზო ექსტრა და 3 ევრო მევიგე ქალო მარტო, იგი ამოწყდე. ტაროლოგი ვარო. გამიშალე მე ერთი ტარო. რაცხა თილისმა მასწავლე, რაცხა შენოცვები რო ისნა. რა ქვია იმას ფული ვიშავა მასონებში გამაწევრიანოთ სადმე მასონი მიყურებთ ვინმე მასონებს აქვთ რაღაც რიტუალები და ამ რიტუალებით დიდრდებიან და მასწავლეთ მეც გავხდები მასონი yes Iran no I am from Russia Русский пидораст მასონები არის სატანისტების სექტაო. კაი არ არის ეხა მასე სატანისტების სექტა არ არის. ყველა მასონები ეგრე არ არიან. ტყუილი არის. ეგ ეხა მართლა შენ ძალიან ბევრ ფილმებს უყურებ ალბათ სატანისტების მასონებზე. ყველა მასონი არ არის ეგრე. ყველა მასონი სატანას არ ეთაყვანება. მადლობა ჩემო კარგო. ყველაზე ვინ ამბობსო ხო რა მასონები არიან სატანისტებიო რა ყველა ერთაყვანება რაღაცებს ეთაყვანებენ იმედად სატანას არ ეთაყვანებენ რაღაცებს ეთაყვანებიან ზოგი რას და ზოგი რას გაიგე იმპლანტი არა მაქვს ჩემო კარგო ის ამაქვს მიკრული რო არის ეს რო იკრავ და რა თქმა რო იკეთებდი აჩანდაბათ მინდოდა თუ იკეთებდი გამეკეთებია იმპლანტები არის ყველაზე კარგი ეს ჩამოგძვრება ხალო ველოდები რომ ჩამოგძვრება ვაფშე ეს დედამოწყმული სტერეოტიპები რო არსებობს რატო უნდა გაიგეთო ადამიანმა კბილი როცა შენი კბილი გააქვს მე მესმის ახლა თუ არ გაქვს საერთოდ შეიძლება გაიგეთო მაგრამ როდესაც მე მქონდა ჩემი კბილები რო თუ იყო ხალო ყვითელი ემალის კბილი მქონდა ანუ ყვითელი ემალი ხვდებით ანუ ყვითელი იყო თვითონ ემალი ხვდებით? ხო და დამცინოდე. ხო და დამცინოდე წაედი გაიგეთე. რაც ციკლად მინდა. ქონოდა ჩემ მეგლიჯა კარგად ხორცე. სტომატოლოგები სულელები კი არიან, კლუბს ვარ იკეთებენ, ვერ გაიკეთებენ თუ რა? შემოასწრებ გაკეთებას. ესე თემიდან თემაზე გადავხდივართ. ხან მასონები, ხან ტრანსები, ხან შმანსები, ხან ტრანსვისტები, ხან შმანსისტები, ხან ბოზები, ხან სტომატოლოგები. რაცხაზე შეჯერდით. ვქენი გათეთრება 500 ლარი გადავიხადი და მარტო 2 ტონით გამითეთრა და მე გამიყვეთ და ისევე. თან მეტკიდა. რა ხარ ზოდიაკოთი ლომი. და თვალის ოპერაციას რო აკეთებენ ქირურგები და ყველა აჩქერს ხვარებს ვაიმე ხო და მეები და ლაზერის გაკეთება გამიკრიბეთ 4000 ევრო 3800 ევრო და გამიკეთეთ თვალის ოპერაცია გამდიდრეთ აქანე ხალხი TikTok-ში და ერთი ოპერაცია რით ვერ გამიკეთეთ ყველა გამდიდრეთ ჩემს გარდა 25000 დაუჟეთ ჩემ მეგობარს ეხა კბილებიო. ვაიმე და 25000 მომეცი კბილებს სლა ამევიძრო და კბილობი. ჩემი ხელით ატვიორკით თუ რა ქვია
პლოსკოთი დევიზრობ კბილებს 25-ს მომეცი. პირადი დადე მართლაო. კაიგო. კაი. გაჩეი. ერთი მათხოვრის სახელი არ მაქვს და მაგის ბევრი მატება ზემოდან. პაკეტზე. კიდარასტი, ბოზი, ჩათლახი, უზრდელი და კიდე მათხოვარი. დიდი ამბავი ახა. მეც კიდე ვიფასებ თავს. დიდი ამბავი ხო მაგის დამიწახე. თვალის ოღონდ კუტუსი არა, კუტუს ოპერაცია 25,000 ევრო ჯდება. 25,000 ევრო მომეცი რა მეორე კლასსაც მივიკერებ. ფული მიყვარს. ვინმე მილიონერი არ მიყურებ, თქო გამიკეთეთ თვალის ოპერაცია. მილიონერი რას გაგიკეთებს, მილიარდელი ალბათ. ბატონო ბიძინა გამიკეთეთ თვალის ოპერაცია. მაინც დაგიყადაღენ ამერიკაში იმდენი ქონება, რო გიძახოდი მაჩუქე $1,000,000. ბატონო ბიძინა ივანიშვილო, მაჩუქე $1,000,000. იმდენი ხანი გიძახე ლაივებში და არ მაჩუქე, ხო დაგიყადაღენ ამერიკაში მილიარდები, ძალიან კაი. ძალიან კაი, გეჩუქებია. რო გეჩუქებია, მე დაგიცავდი და არ დაგიყადაღებდნენ. ოკეი? აგერ შევესეოდით მე და ჩემი გამომწერები დავარეპორტებით იმ ბანკებს. ვინ შედაგიყადაღებდა მაგ მილიარდებს და მე აღარ დაგიყადაღებდნენ, აგიხსნდნენ. აგენ და კარგად იყავი. ფული მქონდეს ქესის შეცვლის ოპერაციას გაიკეთებდი, არ გავიკეთებდი. რატომ გავიკეთო? ვაფრენ. რატომ გავიკეთო კაცრავად? რა ვალდებული ვარ გავიკეთო? 34 წელი დავათრიე და ამდენი წელი თუ ვათრიე ახლა მევიჭრა. აფერ შეველიო, შეელევი, შესწეულის რომელიმე ნაწილს. არა, ესე თირკმელს გავყიდიდი. 40,000 ევროს თუ გადამიხდიან, თირკმელს გავყიდ. ხო არ გჭირდება თვინმეს? არ ფინანსებენ აქკე. თირკმელი ხო არ გინდა თვინმეს მოგცემთ. ერთ თირკმელი. მიხსენ ერთი მეყოფა, მე ალბათ რავი ხო? პოზიტივს აღარ მოგცემენ. რა ის პოზიტივს? არა თვალის გაკეთება მინდა კი. თავი ხალი ოფსათვალით. რაღა მე ვარ ბრუტიანი, ჩემ ჯიში და ჯილაკში არავის სათვალი არ უკეთია. მე გამევედი ბრუტიანი. თან ბავშვობიდან მქონია, ეთყობა ვერ ვამჩნევდი ბავშვობაში. ისე მიცრემლიანდებოდა ხოლმე თვალები და მე მეგონა ალბათ კომპლექსებისგან თუ მიცრემლიანდებოდა, როგორც ჩანს მქონდა და ვერ შევატყვე და ვერც ვერ შემატყო და ვერ მიმიყვანე ექიმთან. ლინზები ვერ ვიხმარე. შემილია ლინზები. მე ეს ლინზება დამაწყებია და ასე შევდი. ასე აპაჭინოთ, ხოლმე თვალებს გიგი. -3 და 5 მაქვს. ბავე მე -2 და 5 მაქვს და შეიძლება მომატებულიც არის, არ არის გამორიცხული. -2 და 5. ტუში დამთავრდა საყიდები მაქვს ტუშიც. წავედი მეგობრებო, წავედი სადა მილიონერი მაყურები დაქცეულები, ჩემზე დაქცეულები ხარ თქვენ. ჩემზე დაქცეულები. ისე ყო ამ ევროპაში ყო რა დაქცეულია, ამერიკელებს აქვთ ფული, ამერიკაში მსხვილ ქართველებს. და წევდი ამერიკაში რო წავალ მეგობრებო, სულ შემოვალ ლობებს აგიტყამთ ხოლმე. ოღონდ ვინც მიტყამთ საჩქროს მარტო იმათ, დანარჩენებს არა დამპლებს. კაი, წავედი გაკოცეთ, ტკვილი ძილი.